გამარჯობა პატივცემულო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენ ძალზედ მოკლედ შევაჯამებთ პეტრე პირველის მოღვაწეობის ყველა მხარეს და მოვყვებით რუსეთის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდზე. ეს არის მე-18 საუკუნე, სხვაგვარად შეგვიძლია უწოდოთ ქალების საუკუნე, ქალების მმართველობის ეპოქა. პრაქტიკულად 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფოს ერთმმართველები იყვნენ მანდილოსნები. და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამომდინარეობდა და განაპირობა იმან, რაც დატოვა პეტრე პირველმა. პეტრე პირველის მოღვაწეობიდან შემდეგი რაღაცების თქმა შეგვიძლია. მან აწარმოა რამდენიმე ომი. მისი ომი ოსმალეთთან იყო აბსოლუტურად წარუმატებელი, საერთოდ ვერაფერს ვერ მიაღწია და ყველა ეტაპზე დამარცხდა. მისი ომი შვედეთთან 21 წლიანი ომი ყველაზე უფრო გახმაურებული იყო, რა თქმა უნდა, წარმატებული, მაგრამ ეს ყველაფერი ეს მსხვერპლი მიზნად ისახავდა, რომ მას ფანჯარა გაეჭრა ევროპაში, გაეჭრა ფანჯარა ზღვაზე, მაგრამ რეალურად რუსეთს სარკმელი ყოველ შემთხვევაში წყალქვეშა ფლოტის შექმნამდე მე-20 საუკუნემდე ოკეანეზე გასასვლელი მაინც არ ქონია და ვერ მიუღწევია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ პეტერბურგის მიდამოებში ზღვა ეს არის ფინეთის ყურე, რომელიც ელემენტარულად 8 თვე იყინება. შავი ზღვა იკეტება კონსტანტინოპოლით, სხვა შორის ფინეთის ყურე და ბალტიის ზღვა საბოლოო ჯამში იკეტება დანიით და რეალურად შენ არ გაქვს ოკეანეზე გასასვლელი აქედან გამომდინარე რუსეთი ოკეანეზე ვერ გავიდა და პეტრე პირველის მიერ შექმნილი გრანდიოზული ფლოტი, რომელსაც ის აშენებდა ვორონეჟის მიდამოებში, უბრალოდ დალპა. მისი გამოყენება ფაქტობრივად ვერ მოხდა. მაგრამ პეტრე პირველმა შექმნა რამდენიმე რამ, რაც დღემდე ცხოვრობს, რაც დღემდე განსაზღვრავს რუსეთის სახეს და ეს იყო პირველ რიგში მან ჩამოაყალიბა ერთიანი სამხედრო იმპერია. ერთგვარი სამხედრო ყაზარმა. მან შემოიღო რანგთა ტაბელი, 14 პუნქტიანი რანგთა ტაბელი, რითიც ერთის მხრივ, თქვათ, იმ ძირძველ აზნაურობას დაუკარგა პრივილეგიები, იმიტომ რომ ასპარეზი გაუხსნა ახალ ადამიანებს, ახალ კადრებს, რომ მიეღწიათ მაქსიმალური, თქვათ, მდგომარეობისა და პოზიციისა და გავლენისათვის, მაგრამ მეორე მხრივ ამ რანგთა ტაბელიც წინსვლა მთლიანად დამოკიდებული იყო ზემდგომის და საბოლოო ჯამში იმპერატორის კეთილგანწყობაზე და ყველა რუსი ჩინოვნიკი გადაიქცა ერთი კაცის არათუ მსახურად, არამედ მონად. ის ვინც იყო იმპერატორი, ის წყვეტდა ყველაფერს. აქ არავით არის თქვათ ევროპული შემოიღო მექანიზმები, აი თქვათ, როგორ იყოს ორგანიზებული არმია, როგორ იყოს ფინანსები და ასე შემდეგ, მაგრამ არა ინსტიტუტები. არა ვთქვათ პარლამენტარიზმი, არა ვთქვათ დემოკრატიული ასე ვთქვათ ფენომენი. შესაბამისად შედეგად მივიღეთ ესეთი რამ, რომ რუსეთი გახდა მართლა სახმელეთო ჯარით ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო ჯერ იქ რეგიონში ცენტრალური ევროპის მასშტაბი და იყო პერიოდები, როდესაც ძალიან სერიოზულ ძალასაც წარმოადგენდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წმინდა სქოეთის სახმელეთო თვალსაზრისით, იმიტომ რომ მთელი სახელმწიფო, აი წარმოიდგინეთ პეტრე ზოს 15 მილიონი კაცი და იყო პერიოდი საბჭოთა პერიოდში 280 მილიონი კაცი იყო აგებული ერთიან ვერტიკალზე. და რა თქმა უნდა ეს მის სამხედრო პოტენციალს ძალიან ზრდიდა თუ ამ რესურსებზე დაუმატებ. მაგრამ მეორეს მხრივ თქვათ ეს იყო მაინც ერთიან ვერტიკალზე აგებული. სხვა შორის მინდა ვთქვა, რომ 1921 წლის შემდგომ დროინდელი, ისა 22 წლის 30 დეკემბერს საბჭოთა კავშირი შეიქმნა, ის არ იყო ერთ ვერტიკალზე მხოლოდ, იმიტომ რომ მაინც ცეკაც არსებობდა, პოლიტბიუროც არსებობდა და რამდენი მითიც არ უნდა იყოს, რომ თითქოს ყოველთვის ყველაფერი ერთპიროვნულად წყდებოდა, ესე არ იყო. იქ მაინც ცხოვრობდა კოლექტიური მმართველობის რაღაცა ფორმა. რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის იმპერიაზე. რუსეთის იმპერია იყო აშკარად კაფეოდ გამოხატული ერთმმართველური, რაც პირდაპირ განაპირობებდა რას? რომ ყოველი იმპერატორის ცვლილება ხორციელდებოდა ან მკვლელობით წინა იმპერატორის, ან თუ თავისით გარდაიცვლებოდა ერთგვარი სახელმწიფო გადატრიალები. და აი მივხვეთ, პეტრე პირველი გარდაიცვალა, არ დარჩა არავითარი ანდერძი, რა თქმა უნდა. ანდერძი რომც ყოფილიყო გაანადგურებდნენ. უნდა დაეტოვებინა მას მემკვიდრე.
მაგრამ მემკვიდრეს ტირანი ვერ ტოვებს, იმიტომ რომ მემკვიდრეობის დატოვების ორადორი ფორმა არსებობს. ანუ და გამოაცხადო მთელს მოსახლეობას გააგებინო, რომ ეს არის შენი მემკვიდრე და როცა ტირანი ხარ, ყოველთვის არის ალბათობა, რომ იმ მემკვიდრეს შეეკრება სხვა რაღაცა ნაწილი და შენ დაგამხობენ, ან არ უნდა გამოაცხადო ეს და მართვის ყველა ბერკეტი გადასცე მემკვიდრეს. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი ალბათობა იმისა, რომ შენ ხელისუფლებას გამოგაცლენ. ნათელი მაგალითია მაგალითად ფრანცისკო ფრანკო და ხუან კარლოსი ესპანეთში იყო დიქტატორი, რომელმაც დატოვა მემკვიდრედ ხუან კარლოსი მეფის სტატუსით, ოღონდ საერთოდ არ გააკარა სახელმწიფო მმართველობას, უბრალოდ გამოაცხადა დემონსტრაციულად, რომ ეს იქნება ჩემი მემკვიდრე. ასეთი რამ პეტრეს არ გაუკეთებია. ის ელოდა ალბათ როგორც ეთქობა, რომ უფრო დიდხანს სიცოცხლე და არც ის ძლიერი იყო და შესაბამისად მოხდა ისეთი რამ, რომ სავარაუდოდ წერა-კითხვის არ ცოდნე მისი მეორე მეუღლე, რომლის სახელის და გვარის ბოლომდე დღემდე დაუდგენელია, რომ ეს ერთგვარი ვერსია სოფია სკავრონსკაია. ძალიან დიდი ალბათობით წერა-კითხვა მას არ უნდა ცოდონ. ის ხდება იმპერატრიცა. და იმ პერიოდში ყველაფერს წყვეტენ მისი საყვარლები და მისი ასე ვთქვათ ძველი პროტეჟე მეშიკოვი. ამის შემდეგ ეკატერინა როდესაც კვდება, ისევ გადატრიალებასთან გვაქვს საქმე, მეშიკოვს უნდა რომ თვითონ აიღოს ყველაფერი თავის ხელში, ამიტომ პეტრე პირველის შვილიშვილს აცხადებს იმპერატორად, ოღონდ იმ პირობით, რომ ის დაქორწინება მის კალიშვილზე. თუმცა რამდენიმე თვეში მეშიკოვს გადაატრიალებენ. საკმარისი იყო რამდენიმე საათით უყურადღებოდ დაეტოვებინა უფლისული, რომ უკვე სხვა დაჯგუფებამ პეტრე მესამე თავის გავლენის ქვეშ მოიქცია და ელემენტარულად მეშიკოვი დააპატიმრეს, ყველაფერი ჩამოართვეს და გაასახლეს პეტერბურგიდან სიმბირში, სადაც ის დაიღუპა. პეტრე კვდება, იღუპება 1730 წელს და არ არის გამორიცხული, რომ თავისი სიკვდილით მოკვდა, თუმცა აქაც ვერსიებია. და ისე ხდება სახელმწიფო გადატრიალება. თავზე ადის პეტრე პირველის ძმისშვილი ივანე მეხუთეს ქალიშვილი ანა, რომელი ანაც მოდის როგორც სიმბოლური ხელმწიფე, იმიტომ რომ იმ ხალხმა, ვინც აი ამასობაში 25-დან 30 წლამდე ხელთ იგდო დიდი ძალაუფლება, მათ შორის არის რუსული წარმოშობის ხალხის პეტრესოს დაწინაურებული ვიღაც აბსოლუტურად აი რიგითი ვესტფალიელი მაგალითად ოსტერმანია ესეთი პიროვნება და სულად გაურკვეველი ბიოგრაფიის პიროვნებებიც, თქვა ის მინიხი, ოსტერმანი, რომლებიც აი რეალურად არაფერს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ პეტრემ შექმნა. იქვე არიან, რა თქმა უნდა, გოლიცინებიც, დოლგორუკოვებიც, მაგრამ საქმე რა არის? უცებ იმავე პერიოდში ხდება გადატრიალება, ანა აიღებს ძალიან დიდ ძალაუფლებას, გამოცვლის თავის, ასე ვთქვათ, კარს, იქ წინაურდება ცნობილი ბირონი მაშინ, კურლანდიიდან წამოვანული მისი ფავორიტი და 10 წელი ეს არის დიქტატურა, ოღონდ უკვე ამ ქალის. ანა გადაიცვლება თუ არა თავის დისშვილის შვილს ბრაუნშვაიგის ჰერცოგს ივანე მე-6-ს მცირეწლოვა, 1 წლის ბავშვს უტოვებს ტახტს, მაგრამ ეს ბავშვი რამდენიმე თვესაც ვერ გაძლებს, ისევ გადატრიალება მოხდება, ისევ გვარდიელების, ამ შემთხვევაში უკვე პეტრე პირველის ქალიშვილი ელიზაბეტი იქნება ამ გადატრიალების ავტორი და მეთაური, გვარდიელების პრეობრაჟენსკის და სიმეონოვსკის პოლკები იყო მოგეხსენებათ პეტროგრადში და პეტერბურგში მაშინდელში და აი მათზე დაღრნობით და უკვე ელიზაბეტის რეჟიმი ყალიბდება. ელიზაბეტი რეალურად ოფიციალურად არასოდეს არ თხოვდება. მას ყავდა ესეთი, როგორც იტყვიან, საყვარელი მეგობარი რაზუმოვსკი, რომელიც იშვიათად ერეოდა პოლიტიკაში და აი ამ პერიოდში რუსეთი ძალიან სერიოზულად, როგორც ანას დროს, ისე ელიზაბეტის დროს, გადის ევროპულ პოლიტიკურ ასპარეზზე. იღებს მონაწილეობას, თქვათ, ევროპულ პროცესებში. 1726 წლიდან და სხვათა შორის რეალურად რუსეთის აი პირველ მსოფლიო ომში ჩართვამდე შეგვიძლია თქვა რუსეთის ყველაზე ესეთი ახლო პარტნიორი იყო ეგრეთ წოდებული საღვთო რომის იმპერია, შემდგომში ავსტრია რო ერქვა. ესეთი ხელშეკრულება იყო მათ შორის გაფორმებული და აი აქ უნდა ითქვას ორ ომს შევეხები. ერთი არის 1730-იანი წლების ომი, რუსეთ-ოსმალეთ საღვთო რომის იმპერიის, ანუ ერთად არის რუსეთი და საღვთო რომის იმპერია და მეორე შემთხვევაში ოსმალეთი და ომი მთავრდება შემდეგნაირად.
რუსეთი კარგავს 120,000 კაცს, საიდანაც ფიზიკურად ბრძოლას დაღუპულია მარტო 19,000, დანარჩენი ან არის დეზერტირი, ან ეპიდემიით გარდაცვლილი, ხოლო ავსტრია კარგავს ბელგრადს და სერბეთს უბრუნებს ოსმალეთს. ეს კატასტროფულად თავდება ეს ომი. შემდეგი ომი ეს არის ელიზაბეთის დროს, ძალიან ცნობილი 7 წლიანი ომი, რომელსაც სხვა შორის ევროპელები ერთ-ერთ პირველ მსოფლიო ომსაც კი უწოდებდნენ, იმიტომ რომ აქ ერთმანეთს დაუპირისპირდა მართლა ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები იმ დროინდელ მსოფლიოში. ერთხარეს არის საფრანგეთი, საბჭოთა რომის იმპერია, ანუ მეორე უფრო ავსტრიათ რომ გარდაიქმნა ის ქვეყანა და რუსეთი. მეორე მხარეს არის დიდი ბრიტანეთი და პრუსია. და რითი მთავრდება ეს? ამ ომის პროცესში რუსული არმია მოახერხებს რომ აიღოს ბერლინი. სხვა შორის ამას გააკეთებს საქართველოს ისტორიის ძალიან ცნობილი პიროვნება ტოტლებენი. მაგრამ უცებ გარდაიცვალა ელიზაბეთი და ერთგვარი პოლიტიკური, აი როგორც ელიზაბეთს მემკვიდრედ გამოცხადებული ყავდა თავისი დისშვილი, პეტრე მესამე. მაგრამ რაც მოხდება ელიზაბეთის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად ეს არის პირველი შემთხვევა პეტრეს მერე, როდესაც პირდაპირი გაგებით გადატრიალება არ ხდება, მაგრამ ვინც მოდის იმპერატორად, ის პოლიტიკას როგორც ცulis ეს რა თქმა უნდა სახელმწიფო გადატრიალებაა. იმიტომ რომ გამოყავს რუსეთი ომიდან, ესე იგი წყვეტს საფრანგეთთან და საბჭოთა რომის იმპერიასთან პარტნიორობას და აცხადებს რუსეთს პრუსიისა და ინგლისის პარტნიორად, ბრიტანეთის პარტნიორად. ეს რადიკალური, როგორც 180 გრადუსით შემოტრიალებაა პოლიტიკის. რა თქმა უნდა, ანთავისუფლებს ძველ მინისტრებს, აბრუნე მოყავს აბსოლუტურად ახალი ხალხი. ხა რუსულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებული აზრი, რომ პეტრე მესამე იყო სულელი, ლოთი და არა ნორმალური. მაგრამ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ეს ყოველივე და რატომ? იმიტომ რომ 1761 წელს, როდესაც პეტრემ რუსეთი გამოიყვანა ბლოკიდან, საფრანგეთის ბლოკიდან და შეუერთდა ინგლის-პრუსიის ბლოკს, სწორედ ეს ის პერიოდია, როდესაც ინგლისი და პრუსია უკვე იწყებს ომის ბედის შემოტრიალებას და საბოლოო ჯამში 1763 წელს ეს ომი დამთავრდა ბრიტანეთის და პრუსიის ტრიუმფით, განსაკუთრებით ბრიტანეთის ტრიუმფით, რომელმაც სწორედ მაშინ წაართვა კანადა საფრანგეთს, როდესაც ფაქტობრივად მთლიანად ალაგმა ინდოეთის აკვატორიიდან საფრანგეთი და პეტრე მესამის პოლიტიკა რო გაგრძელებულიყო, რუსეთი ძალიან სერიოზულ პოზიციებს იპოვებდა აი ამ ალიანსში მონაწილეობით, რასაც ერქვა ბრიტანეთი, პრუსია, რუსეთი. მაგრამ პეტრეს კლავენ, პეტრეს სულელად გიჟად აცხადა, უბრალოდ ჯერ გადააყენეს და მე როგორც ეთყობა მოკლეს 1760-ში და ისევ გვარდიელების მონაწილეობით. ტახტზე აყავთ მისი მეუღლე, ეს არის სოფია ფრედერიკა ანჰალტ-ცერბსტი. ეს არის იგივე ეკატერინე მეორე, რომელიც უდიდესი პიროვნებაა, თქვა და ალბათ რუსეთის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მძიმე წონის პიროვნებაა, მაგრამ მისი მოღვაწეობა დაიწყო დიდი შეცდომით. ის გამოვიდა ბრიტანეთ-პრუსიის ბლოკიდან და რეალურად 1763 წელს, როდესაც გაფორმდა ზავი და დამთავრდა 7 წლიანი ომი, რუსეთს შერჩა ხელში მხოლოდ უდიდესი მსხვერპლი და არაფერი გარდა ზარალის. რა თქმა უნდა, ეს ამთლად კარგი ნიშანი არ იყო მოღვაწეობის დასაწყების. ანუ ერთის მხრივ პეტრემ რომ მემკვიდრე არ დატოვა, აი ამ ხაზს თუ გავყვებით, მივდივართ იქამდე, რომ ეკატერინე მეორის მოსვლამდე რუსეთში მუდმივად ვერ ჩერდებოდა გადატრიალებები. და თამამად შეგვიძლია შევაფასოთ 1725-1762 წლები, როგორც სრული სტაგნაციის პროცესი, იმიტომ რომ წინსვლავ ერთ-ერთი მიმართულებით ვერ იყო. იქ სადაც ჩანდა ვთქვათ, რომ შესაძლოა რუსეთს აი მართლა ძალიან დიდი დივიდენდები მოეპოვებინა, ვთქვათ ხეირი ენახა რაღაც ჩერჩენოდა. როგორც 7 წლიან ომში, ისევე ამ ცნობილ ოსმალეთთან ომში პრაქტიკულად ის დარჩა ხეირის და შედეგის გარეშე. მაგრამ საინტერესო რა არის, იცით, როცა ვაფასებთ ამას, აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რა იყო უცვლელი, რაც აი პეტრემ დატოვა და მაინც მუშაობდა. ეს იყო სამხედრო მანქანა.